გამარჯობა. მე ვარ ელენე. ეს არის ჩემი არქი Reverse Monday და დღეს ჩემთან სტუმრად არის ქეთო ბექაური, რომელთან ერთადაც ვისაუბრებ შემოქმედებითობის მნიშვნელობაზე ჩვენს ცხოვრებაში, რაში გვჭირდება, რაში გვეხმარება და ასევე ქეთომ დაიწყო პრაქტიკოსობა, ესე ვთქვათ, art therapy-ის მიმართულებით. მე დავესწარი მის workshops და ვარ აღთავანებული და ამაზეც ვისაუბრებთ. ქეთო თვითონ გვეტყვის ერთ-ერთ სიტყვას ალბათ თავის შესახებ. გამარჯობა. შორიგზიდან მოვდივარ. მე ხალხისთვის ცნობილი ვარ როგორც კულინარი და მზარეული, მაგრამ არც ძალიან შორს წავედი, იმიტომ რომ სამზარეულოც ძალიან შემოქმედებითი სივრცეა და მუდმივად ახალი შექმნის პროცესში ხარ და ახლის მოგონების და დახვეწაში. თუმცა ამ ბოლო დროს ძალიან გამიტაცა art therapy-ამ. ჩემთვის საუკეთესო გზა აღმოჩნდა ჩემი შეგრძნებების გადმოტანი, საკუთარ თავის გაცნობის, რაღაცეებისგან განთავისუფლებისთვის საუკეთესო გზა არის და არ არის აუცილებელი ყოველთვის რაღაც განზრახვა გქონდეს, როცა რამეს ვხატავთ და თან ყველაზე მეტად რაც მომწონს ამ პრაქტიკაში არის ის, რომ არანაირ ცოდნას, განათლებას, არაფერს არ მოითხოვს. ხელებმა ყველაზე კარგად იცის, რა უნდა გადმოიტანოს შესაბამისად. ყველაფრისგან თავისუფალი ხარ, ანუ ყველანაირი ფიქრისგან, ცოდნისგან, აქ ჭირდება რაღაცა წინასწარ განსაკუთრებული ტექნიკები, უბრალოდ იღებ ფურცელს და ნებისმიერ სახატავს საშუალებას. ეს იქნება ფუნჯი, პასტელი, თუ ზეთის საღებავი, თუ აკრილი, თუ რა, სულ ერთია. ის workshop-ი, სადაც ჩენიყავი, მე ჩავატარე პასტელებით. რომელზეც გავგიჟდი და გავარდი და მეც ვიყიდა სასწრაფოდ. ხო, ძალიან კარგია, იმიტომ რომ პასტელი პირდაპირ ეხები და აღარ არის მანძილი, მაგალითად ფუნჯის შემთხვევაში მანძილია ეს რა, ფურცელს და შორიდან უყურებ და პასტელით უშუალოდ ახლო კონტაქტი და პირდაპირ შეხება გაქვს ფურცელთან, აი პირდაპირ რაც ხელებში გვაქვს ეს დაგროვებული ეს ჩვენი ნეირონები პირდაპირ გადმოდის ფურცელზე და ჩემთვის ძალიან თერაპიული არის. თან მომწონს ეს ცოტა ხიფნაობა. თან ზეთის რო არის რაღაცა სესია მოუნო. ხო, მე შეგიძლიათ თქვათ ეს ჭრილები, გადაყვანები ერთმანეთშიც გააკეთო და ძალიან საინტერესოა და მრავალშრიანი. და პროცესიც ისეთია, დატვირთული. თავიდან რამდენიმე ეტაპად იყოფა რა, 3-4 ეტაპად რა. თავიდან დაძაბულობა გაქვს, რომ არის რა უნდა დახატო. ეგრე შეფასება შემოდის, ტვინი გეუბნება, რომ შენ არ იცი ხატვა, არაფერი არ გამოგივა, როდის დახატე ბოლოს და ასე შემდეგ და აუცილებელი რომ ეს ყველა ჩვენი ხმა დავადუმოთ, იმიტომ რომ ტვინი არ გვჭირდება ჩვენ გვჭირდება ჩვენი გული, ჩვენი გამოცდილება, ჩვენი შინაგანი შეგრძნებები და შემდეგ უკვე როდესაც რაღაც პირველ კონტურს ან მონახას ვაკეთებთ, უკვე მე ისე ხარ დინებაში და ისე მიდის პროცესი, რომ ვეღარს აკონტროლებ, იმიტომ რომ თავისით ხდება რაღაცები, რა თითქოს ხელებმა უკვე იცის როგორც უნდა დახატო. მაგალითად, პიანისტის შემთხვევაში ბავშვობაში რო უკრავდნენ და მერე რო აღარ ახსოვს და თავისით რო უკრავ, რა ხატვაზეც ხო ყველა ხო ხატავდით ბავშვობაში და არ გქონდა არანაირი ცოდნა და განათლება ეს ჩვენი გახსნილობიდან და შინაგანი შემოქმედებითი უნარებიდან მოდის. შესაბამისად, რაღაცა დიდები რო ხდებით, გონია რომ განსაკუთრებული ის გვჭირდება დიპლომი და სერტიფიკატი და ცოდნა. შემდეგი ეტაპი არის ეს განთავისუფლების მომენტი, აი დაკვირვება, რომ ეს რო გადმოდის ეს შენი შეგრძნება და აუცილებლად ფერების სახით, ხო, ფერებზეც მინდა ის თქვა, რომ არ ვირჩევთ ფერს. თვითონ გვეძახის რომელი ფერი უნდა ავირჩიოთ, იმიტომ რომ ყველა ფერს თავის დატვირთვა აქვს, მაგრამ აქაც არ არის ჩარჩვა ხა, რადგან მაგალითად შავ ფერს ვირჩევთ, ეს ანიშნავს, რომ ცუდი ხდება ჩვენში. შავი მაგალითად არის ტრანსფორმაციის ფერი და ახლიდან დაწყების, მოკლედ, ყველა ფერს თავისი ახსნა აქვს, მაგრამ მანდაც მე ვსულებ ხოლმე, რომ არ მოვაქციოთ ჩარჩოში და ინტუიტიურად თვითონ ვინც ხატავს ამას მას მივანდო ეს განმარტება ხო რომ აი თვითონ რას ფიქრობს რა ემოციას აღძრავს რატომ გადაწყვიტა რომ ეს ფერი დაეხატა იქნებ რაღაცა მოგონება აღიძრა მასში ამ ფერის არჩევისას და ძალიან ისეთია რა აბსოლუტურად თავისუფალი დამოუკიდებელი შენთან საიდან მოვიდა ну ზოგადად ვიცი რომ შენ ხელსაქმე და ყველაფერი გამოგდის შენი ხელი რასაც შეეხება მაგრამ აი ერთ ხამეს დავჯექი და გადავწყვეტა რომ მეთქი აი არ ვიცი ხიჩი კიდე რომ გიღიტინებს რომ გინდა რომ ხატო და თან ხატო სულ მიყვარდა ოღონდ არასდროს არ მქონია განსაკუთრებული ცოდნა მაგრამ რაღაცები გამომდის ხოლმე რა ყოველ შემთხვევაში მე ისე მომწონს ეს შედეგი ყოფილა ეგეც რომ აღარ მინდა ის რომ დავიტოვო და გადამიგდე იმიტომ რომ ეს
მაშინ ხდება როდესაც გამოდის და ხო უშვებ. მაგრამ ძალიან მიყვარს, აი რაღაცა კოლაჟების გაკეთება, ხელით ყველაფრის გაკეთება ძალიან მიყვარს და რაღაცა ეს მთელი ჩემი თერაპიული გამოცდილება აკუმულირდა ხატვაში. და აი შენი აზრით ადამიანს აი მაგალითად ინტუიციური ხატვა ან ზოგადად რო განვაზოგადოთ შემოქმედებითობა აი რაში ჭირდება ცხოვრებაში? აი ჩემი გამოცდილებიდან რო ვილაპარაკო, რაც ესე ვთქვათ კორპორატიული კარიერის რელსებზე შევდექი, ყველა ჩემი ინტერესი, რომელიც უკავშირდებოდა შემოქმედებითობას, ცეკვა, კერვა, ფოტოგრაფია, განოლდა. ანუ ყველაფერი ჩაანაცვლა კლავიატურა. და დავიკარგე და ჩემი სული ფაქტობრივად დარჩა უყურადღებად, უსაყვებად, უყველაფრად. და ეხლაც ნელ-ნელა შემოდის, ვერ ვიტყვი, რომ აი 2 წელია სამსახურიდან წამოვედი და ვერ ვიტყვი, რომ თავზე დამატყდა შემოქმედებითობა და აი რაღაცაში ძალიან გადაშვებული ვარ, მაგრამ ხვდები თუნდაც აი შენთან რო ვიყავი ინტუიციურ ხატვაზე, როგორი სისავსე მოაქვს და როგორ სხვა კუთხით განახებს შენ თავს და აი თითქოს არაფერი ხო რაღაცა მარტივი მწვანე ვარდისფერი ხაზები დავხატე, რომელმაც მომიტანა განთავისუფლება რაღაცისგან. აი შენი აზრით შემოქმედებითობა რატომ უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებაში? აი რაში დაგვეხმარება? პირველ რიგში, იმიტომ რომ ადამიანები ვართ შემოქმედები. ყველაფერს უქმნით, ყველაფერს არ ვიცი, რაც გვაცვია, რასაც ვჭამთ. ყველას ხო არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გავიწავდეს და გარეთ ჭამოს, სახლში ამზადებს. პირველ რიგში ეს ყველაფერი არის გახსენება ბავშვობის. აი ბავშვობაში რომ მიწაში ვთამაშობდით, ქვიშაში ვთამაშობდით, რაღაცა ნაფოტების განსახლებს ვაშენებდით, რაც გქონდა იმით ხმა, მაგალითად მახსოვს ნახშირითაც რომ ხატავდი ხოლმე, ანუ ნამწვის ხის. და შემოქმედება რითაც გვჭირდება, კი გვჭირდება. ანუ მაგის გარეშე ალბათ შეუძლებელია რა, საჭიროებას არ დგას. უბრალოდ აუცილებლად, ანუ ჩვენი განუყოფელი ნაწილია ცხოვრების, ანუ როგორც ბუნების ნაწილები ვართ ჩვენ და ბუნებას შემოქმედების შედეგია, იგივენად ჩვენ და ეს რაღაცა კორპორატიული ცხოვრება ახსენე შენ და სხვადასხვანაირ სამსახურებში რომელიც გვწყვეტოს ამ ბუნებას, იმიტომაც გვიკეტავს კარს შემოქმედებასთან, რომ საკუთარ თავთან უწყვეტ კავშირს, რატო? ყოველთვის ვართ ფოკუსირებულები გარეთ, რომ აი მოვემსახუროთ კომპანიას, სხვის კეთილდღეობას. ეს აუცილებელია, რა თქმა უნდა, რომ სხვა ადამიანებსაც ვემსახუროთ. თუმცა გვაშორებს საკუთარ თავს, იმიტომ რომ აღარ გვახსოვს ჩვენ გულს, ჩვენ შინაგან მხარეს რა ჭირდება და ეს ხატვაც ერთ-ერთი გამოსავალი არის, რომ ეს ჩვენში ეს დალექილი სიმბოლოები და არქეტიპები, რაც აღარ გვახსოვს, გადმოვიტანოთ გარეთ. ეს იქნება დურგლობაში თუ კერვაში თუ რაში სულ ერთია. მთავარი არის, რომ რაღაცნაირი გზა გამოვნახოთ ამის. შეიძლება კორპორაციაში მუშაობდე, მაგრამ თიხას აკეთებდე მე სახლში რაღაცნაირად, იმიტომ რომ არ ვიცი ახლა ეს შენობების ხო ვიღაცა მააშენა. ესე იგი ისიც შემოქმედია და ჩვენ გამოდის რომ თუ არ ვართ ახლოს ამ ჩვენ შემოქმედებით მხარესთან ვართ, მხოლოდ მომხმარებლები. სულ მომხმარებელი ვერ იქნები. რაღაცნაირად მე მგონია რომ ყველაში არის ეგ მარცვალი, რომელიც უღიტინებს, რომ რაღაც გაკეთება გინდა. რატომაც შენ გქონდა იმპულსი მაგალითად, რომ წამოსულიყავ, იმიტომ რომ ძალიან დაშორდი საკუთარ შენ შინაგან სამყაროს ალბათ. რატომაც უნდათ ადამიანებს, რომ სხვადასხვანაირ თერაპიას მიმართონ, სხვადასხვანაირ გზებს, რომლის საშუალებითაც გამოხატავენ აი თავიანთ დაგროვებულ შინაგან დაგროულ ემოციებს. აი სულ ბავშვები მახსენდება რა და ძალიან მიყვარს და განსაკუთრებული კავშირი მაქვს ბავშვებთან. ჩემი შვილიც პატარა რო არის, ის არის სულ აწყვაში მომყოფებს და გახსენება არის რეალურად რა, აი ბავშვები ხო არაფრისგან იგონებენ თამაშებს. არ ვიცი რაღაცა დას უქვაზე და რაღაცას ხო, რაღაცა ნებისმიერი საშუალება რაც არ უნდა მისი, იქიდან ახალ რაღაცას იგონებენ და ეს ჩვენში იმდენად ბუნებრივად არის, იმდენად კოდურად დევს და სხვანაირად არ შეგვიძლია. როგორც კი ამას შორდებით, მაგიტომაც ხვდებით უფრო მეტად ცივები, აგრესიულები ჩვენში ეს ბუნებრივი რიტმები, რაც არის ირევა, ან ცუთხასიათზე ვართ, ან კანზე გვეტყობა, იმიტომ რომ სულ შენობაში რო ვართ, მზეში აღარ ვატარებთ. ხო, გლობალური პანდემია, D ვიტამინის ნაკლებობის, ან
ხო და ამიტომ სულ ერთია ნებისმიერი შემოქმედების მიმართულება, რაც არ უნდა იყოს, გინდა ეს იქნება ხატვა თუ ჭოკით ხტომა. ჭოკით ხტომა ჩემი საყვარელი ისე მაგალითი ყველაფერს. ბუნებაში სიარული, არ ვიცი, ფოთლების ყურადღება. ეს ყველაფერი თვალს ახსოვს, იმიტომ რომ ჩვენ პატარები როდესაც ვიყავით, სულ ვიყავით ბუნებაში ეზოში ვთამაშობთ. ნუ იმედია რომ ყველა ბავშვი ესე ვიყავით, მაგრამ თან ხო აი არ ვიცი შემოქმედებიდან მოვდივართ რა სხვა პასუხი მაგაზე არ მაქვს სხვანაირად არც არის ფაქტობრივად საკუთარი თავის ჩახშობა მანამ სანამ შემოქმედებითობა არ არის შენს ცხოვრებაში ხო და მართლა არ აქვს მნიშვნელობა შეიძლება ადამიანი კორპორატიულ სამყაროში იყოს ან თუნდაც დურგალი იყოს მაგრამ კონდეს რაღაც წუთები ან საათები დღის მანძილზე როცა თავის საყვარელ სასიამოვნო საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ აი მე კი სულ ყველას ვეუბნები სამსახურიდან წამოდით თავისუფლება მაგარია, ისინიც მეუბნებიან კი მაგარია, მაგრამ როგორ წამოვიდე ჯერ როცა არ მაქვს ფინანსური სიტყვაზე სტაბილურობა, ხო? მაგრამ არ ნიშნავს რომ სანამ იქ ხარ მარტო იმ ადგილის უნდა იყო რა. და თუნდაც იგივე ეს შემოქმედებითობის შემოტანა და თუნდაც ბავშვობის გახსენება, ბავშვობის ინტერესების, აი ბევრი ვაუ მომენტი მოაქვს, რომ ანუ ეს მინდა რომ ვაკეთო. აი ჩვენ ვეძებთ ახალ პროფესიებს, რაღაცა გვინდა რომ მაინც და მაინც ახალი იყოს. არა და მე მოცეკვავე ვიყავი 14 წელი და შეიძლება მშვენიერი მოცეკვავე ვიყო ისევ, მაგრამ თუ არ ვცადე, ვერ მივხვდები. და შენს ინტუიციურ ხატვას რომ მიუბრუნდეთ ისევ ცოტა ვისაუბროთ ერთად რასაც გეკმავთ რომ გავაკეთოთ მაგაზე და მე მინდა რომ ასევე ვისაუბროთ ჩემ პირად გამოცდილებაზე როცა დავესწარი შენს workshops და მე მაინტერესებს შენი როგორც ფასილიტატორის გამოცდილება ამ workshopsზე. ხო, ეგ კიდე ცალკე ვაუ მომენტი იყო ჩემთვის. ძალიან საინტერესო იყო. პირველი workshop იყო, რომელიც ძალიან ახლო ადამიანებში ჩავატარე და ძალიან ემოციური იყო პირველ რიგში. მეორე ის რომ აი აწმყოში მქონდა ეგ განცდა რომ აი ამ ყველაფერზე წლების წინ მიფიქრია რომ ამას გავაკეთებდი და ძალიან არ ვიცი ემოციური იყო, იმიტომ რომ უკვე მაგ მომენტში ვიყავ, როდესაც ამას ვაკეთებდი. თან იმას, რაც ძალიან მიყვარს და მე ძალიან მიყვარს ადამიანებს დავეხმარო, რომ საკუთარ თავში რაღაცები აღმოაჩინონ, ან გამოუშვან ის, რაც აწუხებთ, ან რაღაც გარკვევაში დავეხმარო, ის პატარა-პატარა კითხვები, რაც აქვს, ჩემი გამოცდილებით გავუზიარო. მე არ მაქვს ახლა უდიდესი ცოდნა, მაგრამ ჩემი ცოდნაც საკმარისია გამოცდილების მხრივ. და ეს ჩემი ცოდნები ბოლო წლებში სხვადასხვა თერაპიებზე სიარულით იქნება თუ ადამიანებთან ურთიერთობებით, რაც დაგროვდა, ყველაფერი მოიცვა ამ workshop-მა. თუნდაც იმან, რომ როგორ უნდა წავემართა სივრცე, როგორ უნდა დამეხვედრებინა თქვენთვის მაგალითად ის რაღაცა წყალი იქნებოდა თუ რაღაცა თხილი იქნებოდა ყველა დეტალი იყო ნაფიქრი და ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჩემთან ის იყო რომ ამ პროცესის კეთებაში კი არ ვიღლებოდი მოსამზადებელ ეტაპს გულისხმობ. პირიქით, იმდანად ავსებული ვიყავი ენერგიით, მან მივხვდი რომ როდესაც აღმოაჩენა ის შენს მომენტს, რომ იმ პროცესი ძალიან დიცემობას იღებ და ჩართული ხარ და ძალიან კმაყოფილი ხარ იმით, რასაც აკეთებ და თან ეს რომ უნდა გაუზიარო სხვებს. იმ ხელ ენერგია შემოვიდა, რომ არ ვიცი, მე მივხვდი, რომ ალბათ ყველა დაღლაღირდა იმად რომ გამიარა, რომ მივხვდი, რომ ხო აი ამ პროცესით სიამოვნების მიღება იყო საერთოდ ცალკე გამოცდილება. მე ის ემოციები რაც ადამიანებს ჰქონდათ ამ ხატვის დროს და გაზიარების მომენტში ძალიან საინტერესო იყო რომ მე ვიყავი ამ ყველაფრის გამტარი, ანუ ამის მონაწილე ვიყავი და ჩემთვის თითოეული ადამიანის ემოცია და გაზიარებული ძალიან წმინდა და ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია. სხვათა შორის როგორც მონაწილე ჩემთვისაც ემოციური იყო. ჩემ პირად ნახატზე და თემაზე უფრო რაც დავამუშავე სხვების. ზოგმა თქვა, ზოგმა არ თქვა, მაგრამ იგრძნობოდა მათი ემოციები და ისეთი იყო გულის ამაჩუყებელი თან და
თან გასაკვირი რომ მე არ მოსულარ მან რამე კონკრეტული მოლოდინით ისე რომ აი ჩემთვის იყო უფრო რომ აი ქეთოსთან მივდივარ საინტერესო იქნება თან ხატვაზე სულ კომპლექსი მქონდა რომ არ ვიცი ხატვა და არ გამომდის ჩიტსაც ვერ დავხატავ და აი რაღაცა ჩელენჯივით იყო თან სასიამოვნო ეგ არის ყველაზე საინტერესო ხო და ჯერ ხო აღმოჩნდა რომ მე რა თემაც გადავწყვიტე დამემუშავებინა რომ უკვე დამუშავებული მაქვს და ვერ მივხვდი უბრალოდ. და იქ ხო, ეგ ძალიან საინტერესო იყო შენ შემთხვევაში. ხო, ჩემ შემთხვევაში იყო კვებით აშრილობაზე, რომ აი თითქოს არ გავუშვი ეს ჩემგან და კიდევ არის სადღაც ჩემთან და იქ რომ ნახატზე გადმოვიტანე, ჯერ ისეთი ფერადი იყო ეს ნახატი და ისეთი ჩემთვის ძალიან დადებითი, მივხვდი რომ ამ თემაზე ყველაფერი გავარკვიე, დავემშვიდობე, ჩავეხუტე და წავიდა. ხო, ეგეც მნიშვნელოვანია, რომ აღმოაჩინე თავიდან, რომ ეს თემა შენ რო გეგონა რომ გაწუხებ და თურმე დამუშავებული გაქვს, მაგრამ მაინც ჭირდებოდა გზარითაც ამას გამოუშვებ. კი, იმიტომ რომ ეს რეალურად ჩვენი ეს თემა კვებითი აშლილობა ხო არის, ჩვევაც არის. გარდა იმისა, რომ აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა, ჩვევა არის. და მთელი ცხოვრება რო გაგეკ ჩვევა და უსვათ აღარ გაქვს, მე ვერ ხვდები, მართლა წავიდა თუ არ წავიდა და ეს თერაპია ჩემთვის შენთან იყო, აი წერტილი, ლამაზი ვარდისფერი წერტილი. და ყველაზე გასაოცარი რაც იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე სივრცეში ვიყავით, ერთი და იგივე ფასილიტატორი ყავდა შენი სახით, ანუ მედიტაცია ერთი და იგივე გავაკეთეთ. ყველას სხვადასხვა ენერგეტიკა ქონდა, ყველამ განსხვავებული რაღაცეები დაამუშავეს და გამოცდილებას. ზოგისთვის სიმძიმე მოიტანა, ზოგისთვის შვება, ზოგისთვის ტირილი, ზოგისთვის სიხარული და აი მაგან ძალიან გული ამიჩუყა, რომ ესეთმა მარტივმა პრაქტიკამ არაფერი რთული არ არის, რომ დაითრგუნო ან რაღაცა მომზადება. ხო, ძალიან ეკოლოგიური არის და ეგ მომწონს ამ პროცესში ყველაზე მეტად, რომ აი ვერ დაზიანდები, უბრალოდ ზიხარ და ხატავ და უნდა გამოვყო 2 საათი რა. და აი ნახე 2 საათი. ნახე 2 საათში დახატეთ ყველა. მე რა განხილვა და ხო ჯამში მაქსიმუმ 2 საათი. რა თან ეს იმდენად ჯანსაღი პროცესი არის, რომ აი თვეში 2-ჯერ სულ რო არ ვიცი, 2 საათს როგორ გამონახავ, კაი 1 საათი. რო აიღო უბრალოდ და ჯღაბუნო რაღაცეები, შენ რო გონია რომ ვითომ არაფერი, რეალურად ძალიან დიდი პროცესები მიდის მან. და ისე როგორ ფიქრობ, აი ახლა უცბად დამაინტერესა შენი აზრით, ჯგუფი რაღაც ენერგეტიკას ქმნის? რა თქმა უნდა, ხო. წეღან რო ამბობდი, ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, ეგ არის ყველაზე ნიშანდობლივი, რომ შეიძლება სხვა ადამიანის გაზიარებული ისე რეზონირებს შენთან, შენ ეგ ვერ დაიჭირე და იმან მერე გაგახსენა ეგ მომენტი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ხო ვირეკლავთ სულ ერთმანეთს. შესაბამისად, მე რო რაღაცას ვხატავ და ვერ ვიგებ, თქვათ, რაღაცა კონკრეტულ ეპიზოდზე, ამაზე პასუხი ვერ ამოვიდა ან ვერ გავარკვიე რა ხდება. სხვა ადამიანი აკეთებს ამის რეფლექსიას, არეკლას რა. და მე ეგეც გეხმარება და მე გამოდიხარ საბოლოო ჯამში დიდი ინფორმაციით, რომელიც ნენელა იფილტრება, ამას ემატება შენი გამოცდილება და სხვა ადამიანს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველა ადამიანს დაახლოებით ერთ და იგივე ისტორია გვაქვს, ერთ და იგივე თემები გვაწყობს, უბრალოდ სხვადასხვა პერსპექტივიდან უყურებს და რატომაც მომწონს ჯგუფური თერაპიები, კონკრეტულად ეს მიმართულება, რომ განსხვავებული ადამიანები ვართ თითქოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველას რამდენიმე რაღაც გვაერთიანებს და კიდე იყო აღმოჩენა ჩემთვის იმის, რომ ნუ აი 90% ვთქვა, რომ რა ხატვა, მე არ ვიცი ხატვა და ისეთი საოცარი ნახატები იყო, ისეთი საოცარი ნახატები, რომ ნუ აი როგორ შეიძლება თქვა, რომ არ იცი ხატვა რა, აი მაგიტო არის, რომ უნდა გათიშო ეს შეფასება, რომ ტვინი გეუბნება, რომ ვიღაც უკეთესად ხატავს შენზე, ან მე არ გამომივა. გეთანხმები, სხვათა შორის მაგ დღის მერე ვფიქრობ, რომ აღარ არსებობს დაბრკოლება, რომ არ ვიცი ხატვა, არ ვიცი სიმღერა, უბრალოდ მე ვიცი ისე, როგორც მე ვიცი. და თან ვისთან შედარებით. ხო, აი მაგას აი ვისთან შედარებით მე ესე ვიცი და ეს არის ჩემი შემოქმედებითობა და ესე რომ ავიღოთ ახლა სახელი და გვარები არ გვინდა, მაგრამ დიდი მხატვრები ხო ზოგს მარტო წითელი ტილო აქვს დახატული სულ ღრმა ციცითლა და ეს ღირს 45 მილიონი და 48, ამიტომ მართლა ყველაფერი უნდა მოვიშოროთ, რომ
მაგრამ რთულია სკოლის ისეთ სისტემაში გავიზარდეთ, სადაც ქულები იწერებოდა, ერთი სტანდარტი იყო და ის არ არის და შენ რატომ მიიღე 4, მე რატომ მივიღე 4, იმანაც 4 მიიღო, ანუ აი ეს რაღაცა იდიოტიზმი და ამისგან თუ თავისუფლდები და ესეთი პრაქტიკები ძალიან გეხმარება. მარტო ხატვისგან კომპლექსი რომ გაუშვა კი არა, ზოგადად ყველაფრის კომპლექსი რომ რამე იციან წერა. მე ძალიან მიყვარს წერა და შენელდი არის ჩემი ინსტაგრამის გვერდი. აღწერილობაში იქნება შენელდი და გამოვიწეროთ, ვისაც გვაინტერესებს. ხო, აი ეს შენელებაც ჩემთან ძალიან ბუნებრივად მოვიდა. მეც რიგითი სისტემის ადამიანი ვიყავი, რომელიც ამ ჩარჩოებით ცხოვრობდა და მე მივხვდი რომ ვის ეხმარება ეს ყველაფერი, ვის ჭირდება. მე ფაქტია რომ არ მეხმარება და იმიტომ რომ ისევ ამ გაჭირებაში და გაურკვევლობაში ვიყავი და შენელება ძალიან მნიშვნელოვანია და კითხვების დასმა და თუნდაც აი ეს შენი კორპორაციული მხარე, ჩემი ეს საერთაშორისო დიპლომი რომელიც არ გამომიყენება და უნივერსიტეტში რო ვიარე 4 წელი ვერაფერს ვერ გამოვიყენე, იმიტომ რომ არ იყო საჩემო და თუნდაც ის რაღაც პატარ-პატარა ინტერესები რაც მქონდა ეს ყველაფერი იყო გზა რომ აქამდე მოვსულიყავი, ამიტომ თავისუფლად შეიძლება რომ რაღაცა უდიდეს კორპორაციას მართავდე და პარალელურად რაღაცა არ ვიცი გემს აშენებდე ან ბოსტანი მოგყავდეს ან შემოქმედებითაც წერდე და წერილებს წერდე. აი შენი კორპორაცია აშენა. ხო, ნებისმიერი რა, ანუ ისიც არ მგონია სწორი რომ წამოხვიდე ეხლავე სამსახურიდან და უარი თქვა, იმიტომ რომ ეს უცებ ძალიან რთულია თან მით უმეტეს ჩვენთვის, რომლებიც ამ სისტემაში ვართ გაზილები და ძალიან რთული არის ნელ ამის ნგრევა, უბრალოდ უცებ ამის ნგრევა და უარის თქმა. ამიტომ პატარ-პატარა ნენელა შეპარებებით რომ იქ ხატვა იქნება, იქ წერა იქნება, იქ რაღაც ლექსია შეიძლება დაესწრო და რაღაცა მარგალიტი წამოიღო, რომელიც მე შენი food for thought იქნება, როგორ იქნება ქართულად, საკვები იყოს ფიქრისთვის, ხო რომ აი იქნებ მთლად ეგრეც არ არის, როგორც მეგონა რომ იყო. აი უკვე კითხვა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შენში რაღაცებმა ძვრები გამოიწვიოს რა. კი. და ამ ძვრებს მოყვება მერე სამყაროს შემხედრი პასუხები. ხო. და ეს კიდევ და ჩვენი საერთო ვორქშოპის თემა იქნება სიუხვე, ორივესთვის საყვარელი თემა და მე ჩემ თავზე ვიტყვი რომ მე მჯერა რომ ყველა ადამიანი დაიბადა იმიტომ რომ სიუხვეში ცხოვრობს. არ ვფიქრობ მიუხედავად იმისა თუ სად დაიბადა, როგორ პირობებში რომ ის განწირულია ან არა აქვს შესაძლებლობა. ჩვენ ყველამ შეგვიძლია რომ სიუხვეში ვიცხოვროთ, იმიტომ რომ ეს უკვე არის ჩვენში. ხო, უბრალოდ დავიწყოთ დანა ხო ამ ყველაფერს. ხო, კი. სიუხვე არის ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება და ვერ ვაქცევთ ყურადღებას, იმიტომ რომ სისტემა სჭირდება რომ ჩვენ მოკლე ჩართვაზე გვამუშაოს. რომ აუცილებლად სათმის დანაკლისია, აუცილებლად სამსახურის დანაკლისია, აუცილებლად რესურსების დანაკლისია და ეს ყველაფერი არის დიდი ხაფანგი იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალური ენერგია დავხარჯოთ და მინიმალური ამოვიღოთ. რომ საბოლოო ჯამში აღარ გქონდეს რესურსის შემოქმედებით ენერგიისთვის, რომ გადავიწვათ და ამის საპირისპირო მხარე არის დანახვა იმისა, რომ მადლიერება რა, პირველ რიგში იმის, რომ მადლიერი ხარ, რომ ცოცხალი ხარ, რომ სუნთქავ, რომ ის უნარები გაქვს, რაც გაქვს, რომ შეიძლება უკმაყოფილო ხარ, სადაც გაჩნდი, მაგრამ რა შეგიძლია აქედან მაქსიმალურად წაიღო. სიუხვე კიდე ის არის, რომ დაინახო საკუთარ თავში თუნდაც ის რესურსები, რაც მანამდე აღმოჩენილი არ გქონდა და როგორ შეგიძლია დაეხმარო საკუთარ თავს და მერე სხვებს. ამ შენი პატარ-პატარა უნარებით. კიდევ ის არის სიუხვე, რომ არ არის აუცილებლად არ არის აუცილებელი, რომ დაგიბრუნდეს მატერიალური სახით. სიუხვე შეიძლება იყოს, რომ არ ვიცი, ვიღაცამ წიგნი გაჩუქოს, ყვავილები გამოგიგზავნოს, გზა დაგითმოს, არ ვიცი, რიგში პირველი შენ გაგატარონ, მაგალითად. ბევრი რამ ძალიან. აი, უცებ ვიღაცამ რო არ ელოდები, შოკოლადი მოგცეს. ან არ ვიცი, რაღაცა შენით აღფრთოვანდეს და დაინახო შენში ის თვისება, რომელიც არ გაქვს დანახული და ეს ყველაფერი არის აი abundance, რასაც ქვია. abundance, ხო. სიუხვე, აი ყველანაირად, თუნდაც ის, რომ გაქვს საშუალება, რომ კვირაში ერთხელ
ბუნებაში წახვედა და ისუნთქო, რომ აი ღმერთო რა მაგარია, რომ ნატურალურ სუფთა ჰაერს სუნთქავენ. ხო, თავს დააკვირდე მაგალითად. ხო, მესმის რომ ძალიან რთულია დღევანდელი გიჟური რიტმის შემდეგ აი რაღაცებზე ტვინის მოდუნება და შენელება, თუმცა სხვანაირად ნერვული სისტემაც ამშვიდდება. მე რა ვეღარც ვამჩნევთ პატარ-პატარა სასწაულებს, რომ რაღაც სასწაული კი არ არის, ეს პროცესია ბუნების. კი და დედამიწა თავისთავად უხვია. ხო. არ არის დანაკლისი. უბრალოდ იცი რა არის? აი შენ თქვი სისტემა არ გვაძლევს საშუალებას. მე დავამატებდი, რომ ჩვენც არ ვაძლევთ საკუთარ თავს საშუალებას, იმიტომ რომ რაღაც მხრივ ჩვენ ვირჩევთ სისტემაში ყოფნას. აი მაგალითად ეხლა რო კორპუსებს ვაკვირდებოდით, რომ ამდენი კორპუსი ერთად ხალხი ყიდულობს, მან კორპუსში $5000 იხდის ერთ კვადრატულში სახლში, ნუ არ ვიცი 2500. ჩვენ გვაქვს არჩევანი, მაგრამ მათ არიციან რომ აქვთ მაგის საშუალება. კი, მაგრამ ჩვენ ვინც გვიყურებს შეიძლება იცის რომ აქვს იმედიან იცოდეთ რომ გაქვთ არჩევანი, იმიტომ რომ ქალაქგარეთ მიწა ბევრად იაფია. ანუ სოფლები გვაქვს ძალიან ბევრი. ძალიან ბევრს აღვადგინოთ ხის სახლი ეკოლოგიურად ძალიან კარგია, მიწაზე ბევრი რაღაც მოდის, უბრალოდ ელენესთვის ჩემ თავზე რა ვთქვა 3 წლის წინ რომელსაც კლავიატურის გარდა არ იცოდა არაფერთან შეხება ძალიან რთული წარმოსადგენი იყო რომ პამიდორი მოიყვანოს ან არ ვიცი ძროხა ყავდეს პირობითაც მაგრამ ეხლა ეგრე აღარ ვფიქრობ და ამ ყველაფრის სწავლა მინდა და პლუს მუშაობ იმაზე რომ საკვები არ იყოს დომინანტი წამყვანი რაღაც მიმართულება ჩემ ცხოვრებაში რომ როგორც როცა ხარ როცა ცხოვრობ ქალაქში სად ჭამო, რა გამოიძახო, სად გავიდეთ, აი სულ ეს არის, სად რა იყიდო. და რა თქმა უნდა, მაგ დროს არ ხარ სიუხვეში, ვერ იქნები, იმიტომ რომ ამ სისტემას თავის წესი აქვს, რაც არის დანაკლისი. უნდა გქონდეს სულ დანაკლისი, თორემ მაშინ გახვალ სისტემიდან, როცა დანაკლისი აღარ ხარ და აი ამიტომ ორივეს მოგწონს, გვიყვარს ეს თემა, რაღაცა მგონია რომ ინტეგრირებული გვაქვს, ან ნუ ინტეგრირდებათ მაგამდე, ხო? და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბედნიერი ცხოვრებისთვის, ან სიხარულის ავზე, ანუ ის კი არა, რომ დღეს თეთრ ვნახე და ამიტომ ბედნიერი ვარ, ან კაფეში. უბრალოდ რომ შვიდი ხარ და უბრალოდ ხარ, ეგეც ხარ. ხო, ეგეც მნიშვნელოვანი არის, რომ გავიხსენოთ ხოლმე, რომ უბრალოდ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია და აი ეს მუდმივად რაღაცის კეთების სურვილი ძალიან გვაგდებს შინაგანი რიტმის პროცესებიდან და აი იმისგან რომ აუცილებლად რაღაცა უნდა გავაკეთოთ რომ მე ღირებულები ვიყოთ და აი მაგის დაფიქსირება ჩემთვის ძალიან თვალის გამხელის მომენტი იყო ძალიან თვალის განხელის მომენტი იყო რომ ყველაფერი ძალიან კარგია რა რომ ვარ ძალიან მაგარია უკვე რომ არაფერი ვაკეთო უკვე კარგია ოღონდ რა თქმა უნდა განა უმოქმედობას მოუწოდება ადამიანს. უბრალოდ აი რაღაც მომენტში დაждდე და გაგახსენდეს რომ აქამდე რომ მოხვედი, რამდენი რამ გაიარე რომ აქამდე მოსულიყავი და რომ ხარ უკვე ეს არის შედეგი იმის, რაც გინდოდა რომ ყოფილიყავი და აწი უკვე შენს არჩევანზეა რა როგორ იქნები, არ ვიცი, გაიხსენებ ვის იკეთება გიყვარდა ყველაზე მეტად და იმას დაუსხამ წყალს, თუ სხვა ადამიანს დაეხმარები, პატარა სიკეთეს გააკეთებ, არ ვიცი, მადლობას გადაუხდი შენს ფეხებს რომელსაც მოგიყვანა შენს რაღაც ორგანიზმს რომელსაც მადლობას უხდი იმიტომ რომ უბრალოდ გაცოცხლებს უბრალოდ რომ სუნთქა უბრალოდ რომ არ ვიცი ხარ რა და მე უკვე ყველაფერი თავისით მიდის არ არსებობს რომ არ წავიდეს იმიტომ რომ როგორც კონცენტრაციას აკეთებ რაღაცაზე ის მე ფართოვდება კი და ზოგადად ჩვენი ცხოვრება იმისგან შედგება რაზეც არის ჩვენი ფოკუსი ზუსტად და ფოკუსი თუ გვექნება სისტემაზე, დანაკლისზე, არ მაქვს მინდა, რატო არ მაქვს უმადურება, თქვენ ცხოვრებაში იქნება სულ ეს. პირიქით, თუ დღეს სახლი რომელიც არ მოგწონს და იტყვი რომ მადლობა ღმერთო სამყარო ან საკუთარ თავს ეტყვი რომ სახურავი მაქვს, სითბოა, არ მცივა, მაგ სახლის მიმართ მადლიერება გამოიწვევს იმას, რომ ცხოვრებაში მოვა ისეთი სახლი, როგორიც გინდა. და ეს twin-ისთვის ძალიან რთულია დასაჯერებლად, იმიტომ რომ ეგრე არ მუშაობს, მაგრამ მართლა მუშაობს. მართლა მუშაობს, დედას ვიცავ. მეც დავამოწმებ მაგას. აი პატარ-პატარა პროცესებს რა და ეგ ძალიან
კარგი ხრიკი ახსენე შენ და ძალიან კარგი ხელსაწყო, სანამ ისეთი ცხოვრება გექნება, როგორც გინდა რომ გქონდეს, თუ ვერ ხარ იმის მადლიერი, რაც გაქვს, არაფერი არ იქნება, იმიტომ რომ ესეც რო გაქვს, ეგეც ძალიან მაგარია, იმიტომ რომ არ ვიცი, რამდენს არ აქვს, ხო? ძალიან ბევრს არ აქვს. ჯანკს ჭამ დღეს, ხო? მადლობა რომ მაგის საშუალება რა ჯანკი ვჭამა, მაგრამ ხვალ შეიძლება გავიღოძო და მივხვდე რომ არ ვიცი, აღარ მინდა რა ჯანკის ჭამა. და შევჭამა კვირაში ორჯერ, მაგრამ კვირაში ერთხელ. ოღონდ ეგეც გადის სხეულის მოსმენის ხარჯზე. ოღონდ არა, იმიტომ რომ ვიღაცა მითხრა რომ ჯანსაღი კვება კარგია სიტყვაზე ან სუფთა ჰაერზე. ეს იმდენად ბუნებრივი პროცესია, რომ როგორც კი ჩვენს ყურადღება შიგნით გადავთვალ, თვითონ უკეთიცის. ვიღაცისთვის ეს იქნება სპორტით, მე მაგალითად არ ვარჯიშობ ჯერჯერობით, მაგრამ აი უკვე გძნობ რომ თხოვს სხეული რომ ვივარჯიშო, თუმცა დავიწყე, არ ვიცი, გაფოწრული წყლისდალე, იმიტომ რომ ვეღარ ვსვამ ამკანის წყალს სიტყვაზე და არ ვიცი, ვეღარ ვჭამ ზედმეტად ცხიმიან ძიმე საკვებს, იმიტომ რომ კუჭი მткиვა. მე ხვდები რომ აღარ მიიღირს ეს დისკომფორტი, მე ვეღარ ვსვამ ყავას. ვეღარ ვიცინებ, მათენებინა ხელყამეს და ხვდები რომ სხვას ვაკითხები შენც ეგრე ხარ, მეუბნება არა. და ხვდები რომ უკვე ჩემ ორგანიზმს აქვს მიუღებლობა, მაგრამ ძველ ელენეს არ ქონდა მიუღებლობა მაგაზე. იმიტომ რომ არც ფიქრობდა მაგაზე. არც ფიქრობდა, ხო. ამიტომ ძალიან ესე ერთი ტექნიკა არ არსებობს, მაგიტომ არ მომწონს მე ვისუნთქოთ ასე, მოვიგისათ ასე მსგავსი მიდგომები, იმიტომ რომ ყველა სხეული ინდივიდუალურია, ყველა ფსიქიკა, სული და დანიშნულებას და მისცეთ შესაბამისად ყველაზე უკეთ ვიცით ჩვენ, რომ აი მე რა მაწუხებს, მე რა მომწონს და რა მე სიამოვნებდა ხა. კვერცხს ვეღარ ვჭამ მაგათ, იმიტომ რომ კუჭს მატკიებს და იმედად აღარ მიიღირს რომ კუჭი მეტკიროს რომ აღარ შევჭამ რა, სხვა რაღაცით ჩავანცებ ცილას. ამიტომ ნელა აი როგორც ხახვი იფსკნება და შრეები ცილდება, ნელა ჩვენც მოგცილდება ის რაც აღარ გვსიარავს. უბრალოდ თავარია დავიწყოთ შემჩნევა მაგის. შემჩნევა და ვფიქრობ აღიარებაც. აი რა თვალსაზრისით იცი რომ კვერცხი თუ ጥቀენს კუჭს აღიარო ეს რომ შეამჩნია და გავუშვას. იმიტომ რომ კვერცხი ძალიან სუპერფუდია. ხო, თორე ინტუიცია ისეთი რაღაც არის რომ რაც უფრო დაუჯერებ, უფრო მეტ სიგნალებს გაძლევს და რაც უფრო არ დაუჯერებ, მე თითქოს ნელდება რა, ანუ მაინც არ ესმის ჩემი და რატო შევიწუხე თავი. მე რას ყველაფერი გადადის დაავადებებში. კი. და ჩვენს მოკლედ workshop-ს რომ მივუბრუნდეთ, ესე იგი, გვექნება სიუხვის ინტუიციური ხატვის workshop-ი. როგორ აღმოვაჩინოთ და დავინახოთ სიუხვე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩავატარებთ თუ ამინდი შეგვიწყობს გარეთ, ბუნებაში და ლოკაციას და ყველაფერს გეტყვით სურველებს. 9 მაის შაბათს. 9 მაის შაბათს. დღის საათებში, ხო? კი. მოვიფიქრებთ რომელ საათზე, მოგწერეთ Instagram-ზე ანკეთოსთან ან ჩემთან. ადგილები შეზღუდულია. რამდენზე შევზღუდოთ ახლა? მე ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ 20 ადამიანი. მაქსიმუმ 20. იმიტომ რომ იმდენად ინტენსიური პროცესია, რომ ბევრ ადამიანში რთული იქნება ინდივიდუალური მუშაობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს დაეთმოს თავისი დრო. ქალები მარტო თუ კაცები? ჩემ არც კაცები თითქმის არ უყურებენ, მაგრამ იცი რა, კაცებიც მიღებულები არიან რა თქმა უნდა workshop-ზე, მაგრამ ძირითადად უფრო ქალების გასაძლიერებლად ხდება ეს პროცესები. თუმცა აქაც ვისაც როგორ მოუნდება ხო, აი ვნახეთ, მე რაღაც მგონია რომ ბუნებრივად წავალთ, რომ ქალებს მიუყვებით დინება. თუ არა და მიმღებლობა გვაქვს, ერთადერთი არის რომ ჩემი პირადი გამოცდილებით, როცა კაცი ერევა ქალების სივრცეში, გაზიარების მხრივ შეიძლება იყოს ცოტა შებაჭილობა ან პირიქით გააჩნია კაცს. მაშინ იყოს ქალებისთვის. იყოს ქალებისთვის. როგორც ჩვენშეთქვაში იყო უფრო უსაფრთხო სივრცე. მოკლედ ქალებისთვის 9 მაისს მე და ქეთა ვიქნებით, სავარაუდოდ ჩვენი მეგობრებიც ვინც იყვნენ, არ ვიცი. ნუ არ ვავალდებულებთ, მაგრამ თუ მოუნდებათ, გაგვიხარდება რომ მოვიდნენ. დაახლოებით რამდენი საათი დაგჭირდება? მაქსიმუმ 2 საათი. მაქსიმუმ 2 საათი. დავიწყებთ გაცნობითი ინფორმაციით, ზოგადად რა არის ინტუიციური ხატვა, როგორ უნდა დავიწყოთ პროცესი, პატარა მედიტაცია იქნება შემდეგ, საერთო მედიტაცია, შემდეგ დავიწყებთ ხატვას, რომ მოვრჩებით ხატვას, მერე სურვილისამებ იქნება გარჩევა, გაზიარება, თვითონ შეგრძნებების და გამოცდილების პროცესმა რა მოიწერა და შემდეგ ჩავუხუტებით ერთმანეთს და დავიშლებით. და
სიუხვეს გავაღვივებთ ჩვენს კი, ცხოვრებაში. აუცილებლად. ქეთო, ცოტა თუ გინდა შენს სამომავლო გეგმებზე გითხარი. თუ გინდა, ანუ აი თუნდაც ინტუიციურ ხატვაზე როგორ ფიქრობ, რომ შეიძლება გააფართო, ან გვაინტერესებს, იმიტომ რომ ქალებისთვის ინსპირაცია ყველა ისტორია, რომელიც თუნდაც სისტემიდან გამოდის, ან გამბედავია ადამიანი, ქალის ისტორია. რას გეგმა? მიუხედავად იმისა, რომ ესეთი გამოცდილი ხარ შენს პროფესიაში, რაც არის კულინარია, ხო? ხო, მაგრამ კულინარიას არ ვშორდები მცლად, იმიტომ რომ სამომავლოდ გეგმავ აი ამ თერაპიულ კულინარიასაც. რაც ჯერჯერობით მწიფდება ჩემში, არ ვიცი, როდის გამოვა, მაგრამ მე უკვე პირველი კლიენტი. საპილოტო ტესტების თავარი სტუმარი არის. ინტუიციურ ხატვას რაც შეეხება, სამომავლოდ უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით გეგმავ, თუმცა მინდა რომ პატარ-პატარა თემების დავფარო. ეს ხატვა ძალიან მინდა ჩავატარო ბავშვებთანაც. ბავშვებს არ ჭირდებათ არაფრისგან განთავისუფლება, რომ უკვე თავისუფალი აზროვნება აქვთ და არსებები არიან, უბრალოდ ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება მათთან გამოსვლება, თუმცა ძირითადად ეს იქნება დასრულებთან. და იქნება სხვადასხვანაირი განზრახვა, თუნდაც როგორც სიუხვეზე, ან მაგალითად რაღაცისგან განთავისუფლება გვინდა, ან რაღაც აღმოჩენა გვინდა, ან უბრალოდ პროცესში გვინდა, უბრალოდ დინებაში, ფლოუში გვინდა ყოფნა, ან დაღლილები ვართ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით და გვინდა რომ უბრალოდ გადავერთოთ გულზე და ცოტახანი ტვინს გავანებოთ თავი. ბალანსისთვის არის ძალიან კარგი და ძალიან კარგია საკუთარი თავის აღმოსაჩინად, რომ აი ფიქრებში ჩაგვაგდოს, რომ იქნებ ისე როგორც მგონია რომ არის. სამომავლოდ ჩემს მიმართულებებს უფრო აი ამ თერაპიებში და სხვა ადამიანების დახმარებაში ვხედავ. და Chanel Space-ი. Chanel Space-ი, ხო, ნელ-ნელა ეს Instagram-ი გადაიზრდება ადამიანებს და მე იქნება ან აქეთ ვიდეოში. აქ ავფინავთ და მე ეს Chanel Space-ი საბოლოო ჯამში აუცილებლად Space-ი გახდება სივრცე. სადაც თავს მოიყრის სხვადასხვანაირი აქტივობები. და ნახოთ, ეს ძალიან ისეთი შორი პერსპექტივა, მინდობილი მაქვს სამყაროზე. როგორც მოხდება, მანამდე მე როგორც ფასილიტატორი სხვადასხვა სივრცეებში ჩავატარებ ამ ვორქშოპებს და იმდენად საინტერესოა ეს ინტუიციური ხატვაც მე დავარქვი. ჩემ ესე ჩამესმა. ეს არტ-თერაპია ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულებაა, მაგრამ ინტუიციური იმიტომ არის, რომ აი ამ შენით ყველანაირი ცოდნის, ყველანაირი ტექნიკების მექანიზმების გარეშე უბრალოდ ხატავ, გადმოგაქვს და ეს მედიტაცია რა თქონდა, სანამ დავხატავდით, ეს არ ვიცი რამე აგიხსნეს რომ ესე უნდა იყოს და შენია. ეს მედიტაცია არის სიამოვნო იყო ძალიან. მადლობა. მედიტაცია მორგებული არის ამ ინტუიციურ ხატვაზე. დაკავშირებული არის ჩაკრებთან, ფერების მიხედვით და აი ამ ფერების წარმოდგენით და გაღვივებით ჩვენში, რომელიც მე შემდეგ ხელებში მოდის, ძალიან გვეხმარება, რომ ცოტახანი გადავიდეთ ტვინის იმ მდგომარეობაში, რომელშიც აი ჩვენი რაციონალური გონი ითიშება. და შემოდის უფრო მეტად შემოქმედებითი მხარე, უფრო მეტად ჩვენი სულიერი ნაწილი იღვიძებს. შესაბამისად, რაღაცნაირი ის არის რა წმენდის განთავისუფლების მომენტი არის, რომ ცოტახანი უფრო მეტად კონცენტრირდები ჩვენს სხეულზე. რომელიც მე გვეხმარება, რომ გადავიდეთ პროცესში, რომ რაღაც დრო ხო გჭირდება, რაღაც შემოვედით სივრცეში, უცებ ხო არ დავხატავთ, განწყობა გჭირდება. შესაბამისად, ეს გიდირებული მედიტაცია ძალიან კარგი საშუალებაა, რომ აი ეს სხეულის გავლით, გავიხსენოთ და პროცესში შევიდეთ რა. მე ძალიან კარგი გადასვლა იყო ჩემი აზრით. აი ეგ მედიტაცია მართლაც ჯერ ძალიან გიხსნის იმის შეგრძნებას, რომ რამე კარგი უნდა დახატო, თორე ცუდი გოგო ხარ. ანუ ეს ფერები ისე ლივლივებს, ნუ ჩემ შემთხვევაში რა, ისე გადადის ერთმანეთში, რომ ფაქტობრივად ინსპირაციაც არის
რა უნდა დახატო რა. ხო, თან მოშვების მომენტია. მედიტაცია მეგონა რომ შავ ფერებში დავხატავდი. რატომღაც? იმიტომ რომ თემა შეყვებითი აშლილობა, თაობათა ტრავმა, მე უნდა გავარღვიო, დედის მიმართ ერთგულება, ანუ ეს ყველაფერი ჩემში იყო და მეთი ეს რაღაცა შავი არის. და ეს ფერებიც რო გავაკეთეთ მედიტაცია, ჯერ ამ სინათლემ და ფერების დატრიალებამ შემოიტანა ეს ვარდისფერი და მწვანე რა და აი საერთოდ ძალიან სახალისო იყო ჩემთვის ხო, ერთმა მონაწილემ თვითონ ეს ადამიანი დახატა ამ ფერების და ჩაკრების მიხედვით და ეგ უთხრა რომ მეთქი მედიტაცია პირდაპირ გადმოიტანა ქაღალდზე და ძალიან საინტერესო იყო ეგ. მოკლედ დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან მიხარია. სხვათა შორის სისტემის საპასუხოდ კიდე მინდა ვთქვა რომ ვისაც უნდა YouTube-ის არხის დაწყება, ვიდეოს ჩაწერა, ფული არ ჯდება, არ არის აუცილებელი რომ პოდკასტის სივრცე იქირავთ, მზიური არის უფასო, ნებისმიერი პარკი არის უფასო და შეგიძლიათ ჩაწეროთ და ანუ არ იყოთ სულ იმის ძებნაში, იმიტომ რომ ბევრ ჩემ მაყურებელს უნდა ბლოგის დაწყება და აი ფოტოაპარატი არ მაქვს, ის არ მაქვს, რა წინაღობა არის ხოლმე, რომ თითქოს რაღაცა გჭირდება, რომ შენ საქმე დაიწყო. ინტუიტიურ ხატვაზე კიდე მინდა მეთქვა ბოდიშელენა, რომ ზაფხულში ამინდები რომ გამოვა და უკვე რო გვეცოდინება რომ მზე არის, ბალახშიც დავხატავთ. ძალიან მაგარია. რაღაცეებს. ეხა 9 მაისს ვერ გვექნება ჯერ ბალახი. ნახოთ, იცი რა, შეიძლება თქვათ მზიურში დავხატოთ მაგიდაზე, ოღონდ თავარია არ იყოს ქარი და დისკომფორტი არ შეგვექმნას ჩვენც და მონაწილეებს. შევხედავთ რა ამინდებს გადავხედავთ, თუმცა ვფიქრობ რომ თავიდან შეიძლება სივრცეში მოვაწყოთ. კარგი. მოკლედ მანდაც მინდობილები ვართ პროცესს როგორც წაიღებთ თავისუფლად რომ არ დავისტრესოთ 9 მაისს გელოდებით გამოიწერეთ ქეთოს Chanel D-Space-ი, Chanel D-ზე მოგწერეთ ბარემ ალბათ ინტუიტიურ ხატვაზე ეგრე ჯობს. ნუ ინდივიდუალურადაც გაგცემთ პასუხს თუ რამეა და დიდი მადლობა. მომავალ შეხვედრამდე.